აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ლილოს დასახლებაში მსხვილება აფხაზებს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაია მათი საყოფაცხოვრებო პირობებით დაინტერესდა. ჭირნახულის 10 ნომერში მსხვილებ 12 ოჯახს ყოლბაიამ საავადმყოფო საჩუქრები გადასცა. გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ მათი ინტეგრაცია ნებაყოფილობით მომხდარიყო ისე როგორც მათ ეს ისურვებს. ბავშვები უკვე მეტყველებენ ქართულ ენაზე, ბავშვები სწავლობენ სკოლაში, ზოგი აპირებს უმაღლეს სასწავლებელში შესვლას. არის პრობლემები ატესტაციის ქართული ენის არცოდნის გამო, სრულყოფილად არცოდნის გამო, მაგრამ ყველა ეს საკითხი მოგვარებადია და მეტი ყურადღებაა ამ ხალხისადმი საჭირო. ჩვენ აქ უკვე 3 წელია ვცხოვრობთ. მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი გვეწვია. ჩვენ ვგრძნობთ მის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ქართველები და აფხაზები შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის და იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთის დეოკუპაციის პროცესიც მალე დაიწყება.